მე ვარ დოდოკა მეფარიშვილი, ბრენდი დოდოკას დამფუძნებელი დირექტორი. ჩემი სტარტაპი დაიწყო 2018 წელს, იდეა გაჩნდა 2 წლით ადრე. ბავშვობიდანვე ვეტრდი ხელოვნებას, გარკვეულ პერიოდში მომიწია პროფესიის შეცვლა და შემდგომ უკვე როდესაც ჩემი პირველი ბავშვი დაიბადა, გამიჩნდა იდეა, რომ ისევ ხელოვნების სფეროში მეპოვა საკუთარი თავი და დავიწყე ფიქრი ნაქსოვ ტანისამოსზე და რატომ ნაქსოვ ტანისამოსზე? იმიტომ რომ ბავშვობაში სულ მქონდა განცდა იმისა, რომ მწმოდა ნაქსოვის სამოსი, რომელიც ძალიან მწირი იყო, არ იშოვებოდა და რაღაცნაირად მინდოდა თავი მეპოვა ამ სფეროში და შემექმნა ის პროდუქცია, ის ხარისხიანი პროდუქცია და მიმეწოდებინა მომხმარებლისთვის, რომელიც იქნებოდა ბაზარზე უკვე წარმატებული. სანამ ბიზნეს გეგმის შემუშავებას დავიწყებდი, გადავწყვიტე, რომ ამ სფეროში თავი მეეგრძნო ძალიან კომფორტულად, ამისთვის საჭირო იყო, რომ მესწავლა, აქსოვა. მიუხედავად იმისა, რომ ვარ ხელოვანი, არ ვიცოდი ეგ სფერო და ამ ხელოვნების კუთხით არ ვიყავი განვითარებული, საჭიროებდა პერსონალურ ქსოვის შესწავლას, რომელიც ადამიანთან ეს ყველაფერი გავიარე, ქალბატონ მედიასთან, რომელიც უდაოდ არის პროფესიონალიზმით სავსე და ჩვენ ეს ყველაფერი დავიწყეთ ერთად. Orietas 2018-ში უკვე შევქმნი Facebook გვერდი, სადაც განთავსდა ჩემი პროდუქცია და იმდენად დაინტერესებული იყვნენ და იმდენად მოწონებადი გახდა, რომ გახდა გაყიდვადი. ეს ყველაფერი იყო იმ ინსპირაციის წყარო, რომ შემდგომში უფრო მეტად განვითარებულიყავი, გებულობდი ძალიან ბევრ პროექტებში მონაწილეობა სტარტაპერების კუთხით, რომლებიც მომცა ძალიან დიდი ბიძგი და დიდი განვითარება ამ სფეროში. ასევე ვარ გრანტის მფლობელი აწარმოების საქართველოს მიერ, რომელმაც მომანიჭა გრანტი და ამის საფუძველზე მოხდა უზარმაზარი დანადგარი, საქსოვი დანადგარის შეძენა, რომლის მეშვეობითაც უკვე იგეგმება სამომავლოდ უკვე არა ერთეულების შექმნა, არამედ სერიებად გაყიდვა ბაზარზე. სოვა ეს არის ფანტაზიის უდიდესი უნარი. ქსოვის პროცესში ხდება სტილის და დიზაინის შექმნა. შეიძლება იცოდე თავიდანვე რა გინდა, როგორი სტილი უნდა შეიქმნას, მაგრამ შესაძლოა ისე განვითარდეს ქსოვის პროცესშივეც ეს პროცესები, რომ სრულიად სხვა სახე მიიღო და უკვე იმდენად თანამედროვე და იმდენად სულ სხვა მოდელს ღებულობ, რომ ეს არის უკვე ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ბედნიერება. ხო, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გჯეროდეს იმ იდეის, რასაც აკეთებ. შემდეგ მომხმარებლის გაზიარებული ფიდბექის მიხედვით სწორად გადააწყო პროდუქტი და შესთავაზა უკვე ეს განახლებული პროდუქტი მომხმარებელს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ
შიდა კომუნიკაციების მოგვარებული ქონდეს გუნდში, იმიტომ რომ რთული გზის გავლა გიწევს, შეიძლება ბევრი პრობლემა იყოს ფინანსური, რაღაც ადამიანური რესურსის და ასე შემდეგ და ამ ყველაფრისთვის რად უნდა იყო რაღაც მენტალურად რაღაც გამართულად უნდა გზნოდე თავს. ოცი-ოცდაერთში გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა აწარმოე საქართველოს საგრანტო კონკურსში. ეს იყო პირველი გამოწვევა ჩემთვის და ბრენდისთვის თავისთავად და მოხდა ისე, რომ პირველივე ჯერზე მოიწონეს იდეა და დაფინანსდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო საკითხი, რადგან ვიძენდი ისეთ დიდ დანადგარს, რომელმაც შემდგომში უკვე უნდა ბიზნესი განავითაროს. ჯერჯერობით მუშაობის პროცესში ვარ და ეს უკვე არის მასიურ წარმოებაზე მორგებული. ღებულობ საერთაშორისო მოდის კვირეულებში მონაწილეობას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო მოდის კვირეულებში. სამომავლოდაც იგეგმება მათთან თანამშრომლობა, არის შემოთავაზებები მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან, რათა მივიღო მათთან მონაწილეობა, ასევე კოლაბორაციები. და მოკლედ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს სამომავლოდ ამ კუთხით, უფრო განვითარდეთ ევროპის ბაზარზე. ევროპის ფედერაციის ქალთა კლუბის წევრი ვარ და მათთან შეთანხმებით უკვე სამომავლოდ იგეგმება კორპორატიული შეკვეთების მიღება. ერთ-ერთი პროექტი უკვე გზაშია და ძალიან მალე ჩაეშვება ჩვენს საქმიანობაში. საქართველოს ბაზარზე უკვე საკმაოდ ცნობადები ვართ და ვცდილობთ აი ამ გამოფენებით, ურთიერთკავშირებით უკვე დგება ის ფაქტორი იმ რეალობის წინაშე ვდგებით, რომ უკვე გრძნობს ევროპული ბაზარიც, ასევე ამერიკის ბაზარიც, იცნობს დოდოკას, იძენს უკვე თავს და ამისთვის ძალიან ბევრ შრომას ვწევთ, რა თქმა უნდა, რეკლამები არის ამისთვის საჭირო და ასევე ხარისხიანი პროდუქცია, რომელსაც ჩვენ თავაზობთ მომხმარებელს. სექტემბრის თვიდან უკვე ვაპირებ გაფართოებას, ბათუმში ბრენდი რჩება როგორც არის და ვიწყებთ მუშაობას უკვე თბილისის ბაზარზე. თბილისში გაიხსნება ჩვენი შოურუმი და უკვე მომხმარებელს, იქაურ მომხმარებელს ექნება წვდომა ჩვენთან. მოგეხსენებათ, მუშახელის პოვნა საკმაოდ რთულია ამ საკითხში, ძალიან ბევრი დრო, შრომა, ენერგია დაგჭირდა. ამიტომ თბილისში არის ეს რესურსი ამ კუთხით, ძალიან ბევრი კარგი მშრომელი ადამიანი ვიპოვეთ და უნდა ჩვენთან თანამშრომლობა. ასე რომ სამომავლოდ ძალიან მალე უკვე ვიგეგმებით თბილისში. საწყის ეტაპზე, როცა სტარტაპი იწყებს ოპერირებას, მნიშვნელოვანია, რომ ის იდეა, რაც ჩამოყალიბებული ქონდათ, სწორად დაინახო, როგორ შეიძლება გაიტანონ ბაზარზე, გაიგონ მომხმარებლის ნამდვილი ღირებულებები, ნამდვილი ფიდბექი გაიაზრონ და ამის მიხედვით გადააწყონ თავისი ოპერაციები. ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსის მოძიება და გუნდის სწორად შერჩევა, იმიტომ რომ ბევრი რთული გზის გავლა მოუწევთ გუნდის წევრებს სტარტაპის მშენებლობის დროს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტარტაპის დაწყების მომენტში, რა თქმა უნდა, ფინანსური შეზღუდული გვაქვს და გუნდის წევრების პროფესიონალიზმი და სკილები ისე იყოს დაკომპლექტებული, რომ იმ საქმეს ადგებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია სანაცნობო წრე და კონტაქტები, რაც შეიძლება მრავალფეროვანი კონდეს, იმიტომ რომ ეს დაგვეხმარება თუნდაც ინვესტიციებში, რაღაც მომხმარებელთან, რაღაც მარტივად გასვლაში და ასე შემდეგ. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რაც მალე არ დაუნებდეთ და რაც რთული გზა სწორად გავიაროთ. ეს სფერო, როგორც სხვა დანარჩენი,
არის ასევე კონკურენტ უნარიანი, ძალიან ბევრი შემოვიდა ბაზარზე უკვე მცირე ბიზნესები ამ კუთხით და ჩვენ ვუწევთ, ასე ვთქვათ, კონკურენციას, ჩვენი ხარისხით, ჩვენი მიწოდებით, უკვე ჩვენ არსებული მომხმარებლები, რომლებიც ამ დრომდე, ამდენი წლის მანძილზე ერთგულად იყვნენ ჩვენს გვერდით, ასევე რჩებიან და ვიძენთ ასევე კიდევ ახალ მომხმარებლებს მიუხედავად კონკურენციისა, უკვე რომ იცის მომხმარებელმა თუ რას ელოდება ჩვენთან, რა ხარისხს ელოდება, ყოველთვის ვართ მზად კონკურენციის გაწევისთვის ჩვენივე ხარისხის ნიადაგზე. როდესაც ბიზნესი იწყება, აუცილებლად უნდა იცოდე ბიზნესი, უნდა შეისწავლო მისი ყველა დეტალი, ასევე ბაზარი, თუ რა რეალობას არ მოგიწევს ურთიერთობა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის. ასევე ბევრი შრომა, არასდროს არ უნდა გაჩერდე, არასდროს არ უნდა იყო კმაყოფილი ერთი საფეხურით, ყოველთვის უნდა განვითარდე, ყოველთვის უნდა ეძიებდე, ღებულობდე მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებზე, იქნება ეს თუ მოლაპარაკებებზე, აუცილებლად უნდა იქონიო ბევრი კონტაქტები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკუთარი ბიზნესისთვის. როგორც თავში ვახსენე, დავიწყეთ ორმა ადამიანმა ეს რთული გზა და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოგვეყალიბებინა სასწავლო კურსები, სადაც მოვიზიდავდით დაინტერესებულ პირებს, ვასწავლიდით და შემდგომ უკვე ისევ ჩვენთან დავასაქმებდით. რა თქმა უნდა, ექსპორტის ბაზარზე ვფიქრობთ, ამისთვის აწარმოე საქართველოს ქონდა და აქვს ძალიან კარგი პროექტი, ექსპორტის მენეჯერი, რომლის სერტიფიცირებული ექსპორტიორი გავხდი და სამომავლოდ ძალიან მინდა რომ გავიდეთ ექსპორტზე უკვე მასიური პროდუქციის წარმოების კუთხით, აი რასაც უკვე ამ დაზგადანადგარით შევძლებთ რომ შევქმნათ. ექსპორტზე გასვლა საკმაოდ რთულია, ძალიან ბევრი დეტალები აქვს, არის ხარისხის კონტროლი, რომელიც უნდა გქონდეს. ასევე ეს სერტიფიცირება, იმიტომ გავიარეთ, რომ რაღაც საფეხურებში ძალიან წაგვადგება და ამისთვის ეს აუცილებელიც იყო. თუმცა ეს არ არის საკმარისი ამისთვის, უნდა შეისწავლო იქაური ბაზარი, უნდა გაეცნო იქაურ ბაზარს, უნდა იცოდე მათი სურვილები, როგორ, რანაირად გაიყიდა შენი პროდუქტი იმ ამა თუ იმ ქვეყანაში. და ამისთვის საკმაოდ დიდი რესურსია საჭირო, უნდა ჩახვიდე ადგილობრივად, ან ისეც არის მოიძიო ინფორმაციები, სადაც ნახავ ამ ყველაფერს და შეისწავლი, მაგრამ არ ვეშვები და მაინც ვცდილობ, რომ სამომავლოდ ექსპორტზე გავიდეს დოდოკა. ჩვენთან არ არის შეზღუდული ნაქსოვის სტილი და სქესი, ასევე გვსოვთ მამაკაცის და ბავშვის სამოსებსაც. მოთხოვნიდან გამომდინარე, საბავშვო კოლექცია შევქმენით, რომელმაც საკმაოდ წარმატება პოვა ბაზარზე, ასევე მამაკაცთა ხაზიც შევქმენით, რათა იყო დაინტერესება მამაკაცებიდან, იწერებოდნენ რატომ მარტო ქალი და რატო არა მამაკაცი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა მამაკაცის ხაზიც. ქალების კოლექციაში გვაქვს ძალიან დიდი არჩევანი, როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის კოლექციაში. ესე იგი, ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ვქმნით მხოლოდ ერთ პროდუქტს, ანუ არ ვიმეორებთ, როდესაც არის ხელით შესრულებული, ანუ ხელით ნაქსოვი, ეს არის ერთი და ექსკლუზიური მოდელი. მომხმარებელმა უკვე იცის, რომ თუ ყიდულობს დოდოკას პროდუქციას, იცის, რომ აი თქვა დაცვია უკვე ერთი და არ განმეორდება.
დასაწყისში, როცა სტარტაპი იწყებს ოპერირებას, მნიშვნელოვანია, რომ ეს ფინანსები რაღაც მალე მოიზიდოს და ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის გრანტები, თუნდაც ეს JITA-ს საგრანტო პროგრამა, ასევე ჩვენ ქვეყანაში შემოსულია 500 გლობალი, რომ მათი პროგრამებით საკმაოდ ხშირად არის ყოველწლიურად ტარდება. ასევე არის სხვადასხვა კონკურსები და ყველაფერი ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ რეალური ინვესტორთან ფიჩინგისთვის, გასაუბრებისთვის და კარგი მოსამზადებელი საშუალებაა, რომ ეს მინიმალური პროდუქტი შევქმნათ და მოხმარებლებს გავაცნოთ უკვე. საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს თვითონ იდეა იყოს ისეთი, რომ გლობალურ ბაზრებს ადგებოდეს. მაგრამ აქ დასაფიქრებელია ისაა, რომ ახალ ბაზარზე შესვლისას ძალიან ბევრი გამოწვევაც არის. რაღაც კულტურული, ახალი ხალხია, სხვა ინტერესები აქვს, სხვა გამოწვევები აქვს და არ უნდა დაუკარგოთ დრო არასწორად შერჩეული ბაზრისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დროც და ფინანსებიც. რაც შეეხება ეს როდის უნდა მოხდეს, მაშინ როდესაც უკვე ლოკალურ ბაზარზე ვალიდაციას გაევლის პროდუქტი და უკვე საჭიროებს რაღაც დააფიქსირებს სწრაფი ზრდა გლობალური ბაზრის გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია, თუმეტეს ტექნოლოგიური ბიზნესისთვის. ძალიან განსხვავდება ბაზრები, ხალხისგან გამომდინარეობს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოხმარებელი იქ როგორი არის, ანუ რაზე რეაგირებს უფრო მეტად, იმიტომ რომ რაღაც ევროპაში და თუნდაც ამერიკაში რაც შეიძლება საინტერესო იყოს, ის აზიის ბაზრისთვის შეიძლება პირიქით იყოს. დამწყებ სტარტაპერებს მინდა ვურჩიო, პირველი ის, რომ როცა ბიზნეს დაიწყებენ, აუცილებლად გაეცნონ მაქსიმალურად კარგად, შეისწავლონ ეს ბიზნესი და შემდეგ უკვე განვითარება საკმაოდ მარტივი იქნება. ამისთვის არასდროს არ უნდა დანებდეთ, რაც არ უნდა იყოს გვერდიდან იმის თქმა, რომ თქვათ რაღაცა ისეთი ბიზნესია, რომელიც არ შედგება, ან არ გამოგადგება, ანუ მე მქონდა ეგეთი შემთხვევები, მინდა გითხრათ. იყო ადამიანები, რომლებიც მირჩიეს, რომ ეს ბიზნესი არ გაამართლებდა, მაგრამ მე არ გავჩერდი, არ შევშინდი და დღეს ვფიქრობ, რომ ვარ წარმატებული ბაზარზე. ამიტომ გირჩევთ, რომ არასოდეს არ შეუშინდეთ თქვენს სურვილებს და ყოველთვის მიიყვანოთ ბოლომდე.